მოდით გელაცეური სიტყვით ვიტყვი, რომ ჩვენ კიდე ბოლომდე არ გვაქვს გათვითცნობიერებული მნიშვნელობა. ვაბადეთ რომ ამას ვამბობ, დავითის როლი არ არის მხოლოდ ის რომ ის იყო ძალიან დიდი მხედართმთავარი და ბუნებრივია ძალიან წარმატებული სახელმწიფო ლიდერი ხომ, მაგრამ ადამიანი რომელმაც მე-12 საუკუნეში შექმნა გელათის ფენომენი ეს არის ძალიან დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის ფაქტი. ეს არ არის ახლა ამ შემთხვევაში რომ ლექციას ვკითხულობ. წარმოიდგინეთ რომ მე-12 საუკუნეში ცოდნის და რწმენის სინთეზის ადგილი იქნება და იქნება აკადემია, რომელიც არის რეალურად სასწავლო სამეცნიერო ცენტრი. და აქ არ არის მხოლოდ ღვთისმეტყველება, ხომ? არის ასტრონომია, მათემატიკა, მედიცინა, იგივე ბიოლოგია. ეს არის რაღაც უნიკალური შერწყმა და პლუს პიროვნება, რომელიც თავის თავდაბლობას აჩვენებს, ხო? იარეთ, გადაიარეთ ჩემს. მე მგონი რომ ეს მაგალითი ჩვენ სათანადოდ არ აქვს გამოყენებული და დღეს ვფიქრობ რომ თუ ლაპარაკობთ საქართველოს სიმბოლოზე მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრ ფაქტს ხა არანაკლებია ხო თქვა ცხეთა სვეტი ცხოველი რა ვიცი ბევრი შეგვიძლია ვისაუბრო აი გელათის ეს მრავალ წახნაგურობა არის ის რაც მე ვიტყვი ალბათ უნიკალურია, განსაკუთრებულია და ალბათ ვალდებული ვართ რომ ეს უფრო მეც აუხსნათ, მეტმა დაინახოს და იფიქროს რომ საქართველოში შეიძლება ესეთი მასშტაბის საქმეების კეთება.